მაგრამ მეტყოლება მე მგონი ამაშიც ჩანს და ეს მერაბ ბერაძის ლექსია მე მაგალითად ძალიან მომწონს და არ ვიცი ახლა წავუკითხავ მსმენელს და ამას ქვია დაგვიანებული აღსარება. მერაბ ბერაძე მე მგონი იციან ცნობილი წამყვანი გადაცემა ენერგიის ჟურნალისტი გადაცემა ენერგიის წამყვანი ერთად მუშაობდით ჩვენ მთელი 40 წელიწადი. ამას ქვია დაგვიანებული აღსარება. მე აღსარებამ სურს გითხრათ ერთი. ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი. მაქვს უამრავი დანაშაული. მინდა თუ არა გვერდს ვერ ავუვლი. უპირველესად ცოდვა მაქვს დედის. აი მიზეზი ცრემლის და სევდის. ვერ მოვეფერე, როცა დაბერდა. როცა მიცდი და ღია სარკმელთან. გათენებამდე ტანჯვით მელოდა. ლოდინი გახდა მისი ხელობა, ლოდინი გახდა დედის ხელობა. მე სხვაგან ლაღი და სიტყვა უხვი, დედასთან ვიყავ ძუნწი და უტყვი. იშიმშილა და იტანჯა ჩემთვის. გასამართლებლად აბა რამე თქმის, მაგრამ მე მაშინ ვერ გრძნობდი ამას. ამასვე ვეტყვი დაღუპულ მამას. მონანიება შორი გზით მოდის. ყველაფრისათვის მოვიხდი ბუდიშს, მაგრამ ვაი რომ არის გვიანი. რამ წარეთ ცდება ადამიანი. და ამიტომაც მოგმართავთ ყოველს. სანამ დრო არის ეფერეთ მშობელს. მაგრამ თუ უკვე ცოცხალი არ ყავთ, იქ რომ დაადგეთ სხივი ნათელი, ნუ დაიზარებთ დედმამისათვის, დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი. გავძლიერდებით უფრო მეტადო, ვენდოთ პატრიარქს თუნდაც ამაში. დაგვიბრუნებენ 100-ჯერ მეტ სითბოს შვილები, როცა შევალთ ასაკში. აი, ძალიან დიდი სასაული ლექსია. ძალიან დიდი მადლობა. მე ჟურნალისტმა დამიარა ეს ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა არა მხოლოდ თქვენ, ბატონ მერაბ ბერაძესაც აი ესეთი ლამაზი და შესანიშნავი ლექსის შექმნისა.